საქართველოს საჯარო სკოლებში პირველ კლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დასრულდა. იმ მოსწავლეებს, რომლებიც პირველ და მეორე ეტაპზე ვერ დარეგისტრირდნენ, საშუალება აქვთ პროცედურა მესამე ეტაპზე გაიარონ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის მესამე ეტაპი 10 ივლისს დაიწყება და 18 ივლისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში გამოთავისუფლებულ ადგილებზე მსურველების ჩარიცხვა მოხდება. პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამ ეტაპზე სკოლაში 22 ადგილია თავისუფალი, რაც შეეხება მეექვსე საჯარო სკოლას, დაწესებულებაში ყველა ადგილი შევსებულია. შეგახსენებთ, რომ პირველ კლასელთა რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში ხორციელდება და მოსწავლეთა დარეგისტრირება ბავშვის მეურვეს შეუძლია. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, სისტემა მხოლოდ იმ ბავშვებს არეგისტრირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე 6 წელი უსრულდებათ. ერთდროულად რამდენიმე პირის მიერ პარალელურად ან რამდენჯერმე ერთი და იგივე ბავშვის რეგისტრაციის მცდელობა დაუშვებელია. ამიტომ ისეთ მშობლებს, ვისაც დაუშვათ აქამდე არ მიუმართიათ სკოლისთვის სხვადასხვა მიზეზის გამო, ჯერ კიდევ აქვთ ვადა 10 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით მიმართონ სკოლებს მოსწავლის ჩასარიცხა. ამ ეტაპზე ესე იგი მოტანილი აქვს 78 ბავშვს საბუთები, ვინც დარეგისტრირდა, ყველა ბავშვია აბსოლუტურად ჩარიცხული, საბუთებიც მოწესრიგებული და 100 ბავშვის მიღების უფლება ჰქონდა, ასე რომ ჯერ თუ კიდევ ვინმეც აქვს სურვილი, შეიძლება რამდენიმე მოსწავლის კიდე დამატება.